დავით მეფის შთამომავალი ერი ქართული მიწის გამყიდველ ხელისუფლებას ხარს უჭერდეს, ეს ნიშნავს, რომ ეს ერი დავით მეფეს აყენებს შეურაცხყოფას. ქართული მიწის გამყიდველ ხელისუფლებას, უცხო თესლის შემომთესლებელ ხელისუფლებას ხარს უჭერდეს და დავითობას ზეიმობდეს ერი, ეს არის ფარისევლობის მწვერვალი. გვეყო ეს ფარისევლობა. პირდაპირ თქვათ, რომ გვეზიზღება ყველაფერი ქართული, კაცო ქართველებს. ვაღიაროთ ეს უნდა. ქართული მიწის გამყიდველი ყავს ხელისუფლებაში და დღეს ახლა გელაჩი უამრავი ესეთი გამყიდველობის მომხრე ავა და დავითის საფლავთან მუხს მოიდრებს ეს ფარისევლების ჯოგი. როგორ შეიძლება ეს ასე უდგებოდნენ? ქართული მიწებს გვიყიდიან. დავითმა თბილისი 400 წლის მერე არაბები გაყარა. ხმლით გაყარა ისინი არაბები. მიადგა, დაამარცხა და გაყარა. ჩვენ შემოყავს ფულის გამო და ქალაქებს ვაშენებინებ და ტაშის ყრაში ვართ, ხელები გვაქვს გადატყაული. ასე გადაგვარებული ვართ დავით, ჩვენც უნდა შევინანოთ ჩვენი ურჯულოება, ჩვენი ქართული მიწის შეურაცხყოფა, ფულზე დახურდავება, სადილზე და სალაფავზე გაყიდვა ყველაფრის. უნდა შევინანოთ. მაშინ მეორე გურწმელები ვიყო და დავითის სახელს ნუღავ ახსენებთ. არა გვაქვს უფლება. ესთვის შენდობას ვთხოვთ და ჩვენი მეფე დავით აღმაშენებელი ყოფილიყოს ჩვენი შემწე. თუ ჩვენი გამოსწორება არ შეიძლება, მისი ხმალი ამოქმედებული იყოს. თუ არ შეიძლება ჩვენი გამოსწორება, დავითის ხმალი მოქმედროდეს ყველა ჩვენგანს. ვისაც საქართველოს სიყვარული და ქართული მიწის გამოსწორებადი აღარ არის, დავითის ხმლის ქვეშ მოქცეული იყოს, ასე დავლოცავდი ჩემს ერს. და ვისაც აქვს შანსი მოქცევის და ქართული მიწის სიყვარულის, დავითი ჯარის კაცი გამხდარიყოს თითოეული ჩვენთაგან. ღმერთმა მოგმადლოს თითოეული ჩვენთაგან, ჩემი და დაწყებული. ქართული მიწის სიყვარულის ზალა და მადლი, ქართული სულის სიყვარულის ზალა და მადლი,